ცხრა ნეტარებათაგან პირველი ასეთია. ნეტარიყვნენ გლახაკნი სულითა, რამე თუ მათი არს სასუფეველი ცათა. ვის უწოდებს ასეთად მაცხოვარი? გავიხსენოთ ვინ არიან გლახაკები. ასეთად ისეთ კაცს მივიჩნევთ, რომელსაც საკუთარი არაფერი გააჩნია. არც სახლი, არც ტანსაცმელი, არც საკვები, დადის და ყველგან მოწყალებას ითხოვს. აქედან გამომდინარე გლახაკი სულითა ისაა, ვინც მთელი არსებით განიცდის, რომ საკუთრივ მისი არაა არც ღირსება, არც სათნოება, არც მისგან ღვთის წინაშე გაწეული სამსახური. კარგად ესმის, რომ ეს ყველაფერი ღვთისაგან გამოთხოვილია მისთვის და ამით საზრდოობს სულიერად. გლახაკი სულითა არის ისეთი კაცი, რომელსაც თავი არაფრად მიაჩნია. ასეთი კაცი რაოდენ ბევრ სიკეთესაც არ უნდა აკეთებდეს, საკუთარ გულში მაინც სიმდაბლეს ინარჩუნებს. ხორციელად გლახაკი კი მუდამ მწუხარია თავის სიღარიბის გამო. ასევეა სულიერად გლახაკიც, ოღონდ მისი დაღონება საკუთარ უღირსებასა და ცოდვას უკავშირდება. პირველი მათგანი იმედს მხოლოდ კეთილ ადამიანთა მოწყალებაზე ამყარებს. მეორე კი ოდენ ღვთის სასოობასაა მინდობილი. სწორედ ასეთ ადამიანს აღუთქვამს უფალი ცათა სასუფეველში დამკვიდრებას. ნეტარიყვნენ გლახაკნი სულითა, რამე თუ მათი არს სასუფეველი ცათა. რისთვის აჯილდოვებს ასე მათ უფალი? მდაბალი გულის მქონე ადამიანი კარგად ხედავს თავის უღირსებას და ამის გამო მწუხარეა. იგი ყოველთვის ერიდება ცოდვას და მისგან დაცვას ევედრება ღმერთს. ჩვენ ყველა ღარიბნი ვართ, რადგან სულიერ მადლს და სათნოებას მოკლებულნი ცოდვებით ვართ აღსავსე. თუ ღმერთი არ შეგვეწია თავისი უსაზღვრო მადლით, ჩვენ ვერ გავმართლდებით მის წინაშე. მადლი ღვთისა მხოლოდ თავმდაბალს, ანუ სულით გლახაკს მიეცემა. აქედან ჩანს თუ რამხელა ცოდვა ამპარტავნება. როცა კაცს საკუთარი თავი დიდ ადამიანად მიაჩნია, გულში ფიქრობს, ვითომც იგი მართალი და წმინდა იყოს ღვთის წინაშე. ამპარტავნება სულის მომოკვდინებელია. ამ თვისებების მატარებელ ადამიანს ღვთის მადლი არ შეეხება. ღვთის მადლს განშორებული კი სულიერად მკვდარია. ამისგან განსხვავებით გლახაკნი სულითა თავიანთ თავს ყველა ცოდულზე უორესად თვლიან, რომელნიც თავიანთ თავში ვერაფერს ხედავენ ცოდვისა და საკუთარი უმწეობის გარდა, რომლებიც გრძნობენ თავიანთ დაუცველობას. ამიტომ მარადისწრაფიან უფლისკენ და მადლიერნი მუდმივად შეწევნას ითხოვენ ღვთისაგან, ისე როგორც ღატაკნი მდიდართაგან. ასეთი ღატაკი შეიძლება იყოს როგორც ღარიბი, ისე მდიდარიც. მდიდარი ხო აბრაამი, მაგრამ თავის თავზე ამბობდა, მე მტვერი ვარ და ნაცარი. მეფე იყო დავითი, მაგრამ სიმდაბლით მიმართავდა ღმერთს, ხოლო მე მატლ ვარ და არა კაც. მდაბალი გულითა, მდიდარიც და ღარიბიც, ყველა ვინც კი მოიპოვა სიმდაბლის სათნოება, ჭეშმარიტად ნეტარია. წმინდა მამათა სწავლებით მარტო სიმდაბლე შეუძლია გადაარჩინოს კაცი. მის გარეშე ხსნა არ არის, რადგან არც ერთი კეთილი საქმე სიმდაბლის გარეშე ღვთისათვის არ არის სათნო. წმინდა იოანე ოქროპირი განმარტებისას ამბობს, როცა სიმდაბლე არ უდევს საფუძვლად ადამიანს, შენ გამორჩეულიც რომ იყო მარხვით, ლოცვით, მოწყალებით, სიბრძნით, სიმდაბლის გარეშე ეს ყველაფერი დაირღვევა და დაიღუპება. ასე შეემთხვა ფარისეველსაც. აი სამი უმთავრესი ნიშანი ჭეშმარიტი სიმდაბლისა, რასაც მიანიშნებს წმინდა იოანე კიბის აღმწერი. პირველია, როცა სული სიხარულით ღებულობს ყოველგვარ დამცირებას, როგორც სამკურნალო საშუალებას, რამაც უნდა განკურნოს მისი ცოდვის სნეულებანი. მეორეა, როცა არავისზე და არაფერზე არ მრისხანებ. და მესამე, როცა საერთოდ არ გჯერა შენი სიკეთეების და მუდამ ცდილობ შეიძინო ისინი. უდიდესი სიმდაბლე ჰქონდა ღვთისმშობელს, როცა თქვა, მოხედა უფალმა სიმდაბლესა ზედა მხევლისათვის ისასა. თუ ღმრთისგან გამორჩეული მარადის ქალწული ესე მდაბლად სჯიდა საკუთარ თავს, ჩვენ ვინ ვართ, რომ საკუთარ თავზე გქონდეს დიდი წარმოდგენა? ვინც შეიცნო თავისი სულიერი სიღატაკე, ის მოუკლებლად ხედავს თავის ცოდვებს, ხედავს და ტირის მათზე. ჩვენც ვიაროთ სიმდაბლით ღვთისაკენ, რათა მოვიგოთ ღმრთის ნეტარყოფითი სასუფეველი.